გოგოებო, საჩუქრები უკვე მომიმზადეთ? ხომ იცით რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა. კი დიანა, როგორც დაგპირდი, ბარათს გაჩუქებ და ვეგანურ პიცას. ხო, ვეგანურ პიცას. მაგარია. მოიცა რომელ ვეგანურ პიცას? შენ რომ გიყვარს სტაფილოებით. კარგი, კნოპა? დიანა, ჩვენი მეგობრობა საუკეთესო საჩუქარია. კარგი. და შენ მაია? დიანა, ჩემს თვალის სახელს მოვიხსნი შენს დაბადების დღეზე და ჩემს ულამაზეს თვალებს დაინახავ. გოგოებო, ძალიან კრეატიულები ხართ და ძალიან მიყვარხართ, მაგრამ რამე უკეთესი ვერ მოიფიქრეთ, უკვე 17 ხვდები. დიანა, როგორ უნდა აღვნიშნოთ? იმედი მაქვს ძალიან მაგარი ფართი გვექნება. კნოპა, რა თქმა უნდა, ხომ იცი რომ ჩემი დაბადების დღე საუკეთესო უნდა იყოს. სხვანაირად არ გამოვა. დიანა, კალათბურთელები იქნებიან. ნასტია, მაგაზე კიდევ ვფიქრობ. კარგი გოგოებო, მოდით მაკიაჟი დავამთავროთ და შემდეგ ვისაუზმოთ. მე დღეს არ ვჭამ რომ ხვალ ჩემს ლამაზ კაბაში ჩავეტიო, ამიტომ კარგი დიანა მხარს დაგიჭერთ გოგოებო, დღეს დიეტაზე ვართ. გაიგეთ? ხო, რომ ხვალ მუცლები არ დაგვეტყოს კაბებში. ხო, კნოპა მართალია. გოგოებო, ხვალ მთავარ ბანის დაბადების დღე აქვს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავუშლით. ხო, ბლონდი, მაგრამ არ დავუპატიჟები ვართ და ვერ ჩავუშლით დაბადების დღეს. რა სისულელეებს ლაპარაკობ, ბლონდის და მე იდეა გვაქვს. ხო, აბა გაგვიზიარეთ ეგ იდეა. მოკლედ, დიანას ვეტყვით, რომ მას საჩუქარი მოვუმზადეთ. მაგრამ სიამოვნებაში საჩუქარი არ არის? შემდეგ რა ხდება, მომიყევით, აბა მაინტერესებს. ხო, შემდეგ ვეტყვით, რომ დიანა რაღაც უნდა შეასრულოს ავარჯიშო, რომ იპოვოს საჩუქარი, მაგრამ ვერაფერს ვერ იპოვის და ეწყინება. ვაუ, ცოტა ბოროტულია. ხო, და მე ვიდეო დავუდოთ და ყველა ინტერნეტში ყველა დასცინებს თავის დაბადების დღეზე. ხო, თან რაღაც სასაცილო კოსტუმებს ჩავაცმევთ და ეგრე ეცდებიან იპოვონ რაღაცეები. აუ, რა საინტერესოა, მაგრამ რომ არ დაგუთანხმდებიან. წამო ოთახში მივიდეთ სანამ არიან. გოგოებო, ამას შეხედეთ, ჩემი ფანები უკვე პოსტავენ ფოტოებს და ვიდეოებს ჩემი დაბადების დღისთვის. ძალიან მიყვარს ყველა. გამარჯობა ბანი. დიანა, მალე დაბადების დღე გაქვს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები ვართ, დაბადების დღეა. ამიტომაც საჩუქარი მოგიმზადეთ. ბაყაყებო, მადლობა, რა საყვარლობა და ეს რა არის? დიანა, შენ დღეს ბანანი ხარ. მაია, შენ მდოგვი, კნოპა, შენ ბურგერი და ნასტია, შენ პოპკორნი. უნდა იპოვოთ, ესენი უნდა ჩაიცვათ და უნდა გააკეთოთ რაღაც სავარჯიშოები, რომ იპოვოთ საჩუქარი. ბაყაყებო, რა გენიალური იდეაა. გოგოებო, ხედავთ? მაგარია. დიანა, დაიჭირე შენი ბანანი. მაია, მდოგვი, კნოპა, ბურგერი და პოპკორნი ნასტიასთვის. პირველი მინიშნება შენი საჩუქრისკენ არის ტერასაზე. ვაუ, გოგოებო, ბაყაყები რა მაგრები არიან. კარგი, შევასრულოთ ეს რაღაც ნეტა რა გაჩუქეს. ხო, წამოვიჩქაროთ. ვერთხებო ამიხსენეთ, აქ რატო დამიძახეთ? მაიკ, დიანას დაბადების დღე აქვს და ვფიქრობთ რა ვაჩუქოთ. ჩემს საქმეს მე გავაკეთებ, ტორტს გამოვუცხობ და 17 cupcakes ბანის ყურებით. ჩვენც მოვამზადეთ საჩუქარი. ხო, სანთლები ტორტისთვის. ვირთხებო, რა გაცინებთ ვერ ხვდები. ახლა დამთავრდება თქვენი მხიარულება. კარგი, მაიკ, უნდა მოვამზადოთ. მე შემიძლია დიანას ამ სემესში უბრალოდ კარგი ნიშანი ვაჩუქო. ჩემი აზრით კარგი საჩუქარია. მაგარი, არანაირი კრეატივი პიცა, შენ არ გეხება ეს. კარგი, ვფიქრობ, რომ კლოუნი უნდა დავიქირავთ დიანას დაბადების დღისთვის. არა, მე ამ დაბადების დღეზე არ წავალ, თან მეშინია კლოუნების. რა, მეხუნრები? მაგრები არიან. არა, იანა, საშიშები არიან. მეგობრებო, შემიძლია კლოუნად მე გამოვეწყო და მე საშიში აღარ იქნება. მაიკ, შენ ჩემი პატარა კლოუნი ხარ. კარგი, იანა და მე მარტო სანთლები არ გვაქვს, ვიცეკვებთ კიდეც. ხო, დიანას მოეწონება. მშვენიერი და ლეილა, გთხოვ შეუკვეთე ბუშტები. კარგი მწვრთნელოები. გოგოებო, მინიშნების სუნი გცემთ? არა. არც მე, ტერასა დიდია, სად უნდა ვიპოვოთ? ვა, ესენი რომელი პოკემონები არიან? გოგოებო, გამარჯობა. ესენი რა გაცვიათ? ან რატომ? ჩერლიდერი ბაჭიები, მდოგვი, პოპკორნი, ჰამბურგერი და ბანანი გახდნენ. ძალიან სასაცილოა. სხვათა შორის კალათბურთელებო დაბადების დღე მაქვს ხვალ და ბაყაყებმა საჩუქარი მომიმზადეს. ხო, და გირჩევნიათ დაგვეხმაროთ მინიშნების პოვნაში. დიანა, შენი დაბადების დღე და შენი საჩუქარი, ამიტომ დავალებად შენ უნდა შეასრულო. მადლობა კალათბურთელებო. გოგოებო, და თქვენ მკითხეთ, ესენი იქნებოდნენ თუ არა ჩემს დაბადების დღეზე? არა, წამოდით ვიპოვოთ. გოგოებო, აქ არანაირი მინიშნება არ არის. ბაყაყებმა მოგვატყუეს. ნასტია, უკეთესად მოძებნე, მინდა ეს საჩუქარი ჩემი დაბადების დღისთვის. რა სიგიჟეა? აქაც არ არის არანაირი
ხო, არც აქ, მინიშნება არ არის. იქნებ კალათბურთელების ხედან ჩემს მინიშნებაზე, კალათბურთელებო, აწიეთ ერთი ადგილი. მალე, ადექით? დიანა, მართლა გონია რომ შენ მინიშნებაზე ვზივარ? ამას გამზე არაფერი არ დევს. გოგოებო, მისი გჯერათ? არა. არც მე, სმაილ გირჩევნია ადგე, თორემ გაიძულებ. კარგი, ნახეთ. აი, ხო ხედავთ. არაფერი არაა. კარგი, ტიმურ? მე ადგომა არ მინდა. გვეხუმრებით? ჩქარა, ადექით, რომეო? მიდი, მალე. გოგოებო, აქ არაფერი არ არის. ბიჭებო, რატომ იქცევით ასე? დიანამ კარგად გთხოვა, ტიმურ, ადექი. კარგი, ავდგები. გოგოებო, პირველი მინიშნება, იეი! წაიკითხე! დიანა, როგორ ხარ? მზად ხარ იპოვო შენი საჩუქარი მე-17 დაბადების დღისთვის? კარგი, მაშინ მიდი ტელეფონის ჯიხურთან. იქ მეორე მინიშნება დაგელოდება. გოგოებო, წავედით! ხო, წავედით. დიანა, ბანანი ძალიან სასაცილოა. ხო, გომბეშოებს კარგად გამოუვიდათ. საუკეთესო კოსტუმები არჩიეს. რაიან, გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობა. მისვენ შეგიძლია გამოიწიო, გვინდა ტელეფონის ჯიხურთან მივიდეთ. ღმერთო ჩემო, ბანი რა გჭირთ? დიანა ასრულებს რაღაც სავარჯიშოს. კარგი, მალე დაიწყება. დიანა, გოგოებო, აქ არ არის მინიშნება. გოგოებო, ამას ხო არ იცით? რაიან, ხო? აბა, წერია სად არის საჩუქარი? არა, კნოპა არ წერია. გამარჯობა, სწორ გზაზე ხარ. მას აქვს შემდეგი მინიშნება. ახლა ბანანის ცეკვა უნდა გააკეთოთ. რა? ხო, დიანა, მესამე მინიშნება მე მაქვს, მაგრამ მინიშნება რომ იყო, ბანანის ცეკვა უნდა იცეკვო. მაგარია, ბაყაყებმა რა თქმა უნდა ეს მოიფიქრეს. კარგი, ბანანი, პოპკორნი, მდოგვი და ბურგერი. აბა, ვიწყებთ ჩვენს ცეკვას. მე ბანანი ვარ, მე ბანანი ვარ. ბანანი გახსენით. მე გოგოებო, კარგია, გამოგივიდათ. აი შენი მინიშნება. მადლობა რაიან, ძლივს გოგოებო, მგონი ჩემი საჩუქარი ახლოს არის. კარგი გოგოებო, შემდეგ ადგილას უნდა წავიდეთ. დიანა, რა წერია? გამორიცხულია. კოსტეს არ ვაკოცებ. თან ზალინას თვალწინ მიკბენს. დიანა, ეს ხომ დასავარჯიშოა, უნდა გააკეთო, თორემ ვერ მიიღებ ამ საჩუქარს. აუ, რატო არის ეს სავარჯიშოები ასეთი რთული? აუ, ხასიათი გამიფუჭდა უკვე. არ მინდა რომ კოსტეს ვაკოცო. მერე რა, ყველაფერს ავუხსნით და ზალინასაც ვეტყვით, მიხვდება. ბანი, რა გჭირთ? ბაჭიები აღარ არიან. რა იყო, რამის არიგებთ? არაფერსაც არ ვარიგებთ, უბრალოდ რაღაცას ვასრულებთ დავალებას. ხო, დიანას და შეასრულებს და მიიღებს საჩუქარს. ძალიან მაგარ საჩუქარს. დიანა ხო 17-ის ხდება. და სხვათა შორის, დიახ. ამ კოსტუმებში ბანი რა სასაცილოა, რა დარჩა ამ მაგარი გოგოებისგან. კარგი, შეასრულო დავალება. დაბადების დღეზე მივდივართ. არ დავუპატიჟებივართ. რომც დავეპატიჟებინეთ, მე არ წავიდოდი. ბაყაყებო, რას დაძურებით? მაგარია, კოსტას უნდა ვაკოცო, ამას ნამდვილად არ მოველოდი ბაყაყებისგან. მოიცა, სტუმრებს ველოდებოდით? მე გავაღებ კარს. ვაუ, ნახეთ ვინ არის. რატომ გაცვიათ ასე, რა გჭირდებათ? გამარჯობა ზალინა, შემოგუშვებ, სალაპარაკო გვაქვს. რა? მადლობა. გოგოებო, სამწუხაროდ ზომბების სახლში ვერ გადავიღებთ, მაგრამ შემდეგში გავაგრძელებთ გადაღებას. ხო. მოგესალმებით ყველას. მოკლედ ასეთი ამბავია, ჩემი დაბადების დღისთვის რაღაც დავალებებს ვასრულებ ბაყაყებისგან და მჭირდება რომ კოსტას ვაკოცო ლოყაზე. ზალინა, ხომ არ შემჭამ? მოიცა, ასე რატო გამოიყურებით? ან რა დავალება? რაზე ლაპარაკობთ? მე კნობა ბურგერს შევჭამდი, გემრიელად გამოიყურება. მე ვეგანური ბურგერი ვარ. გოგოებო, რას ქვია კოსტია? დარწმუნებით ვიცით რომ აქ გაქვთ შემდეგი მინიშნება. ხო, მიზეზის გამო, ანუ მიზეზოდ არ მოვსულვართ, აქ მოგვიყვანა მინიშნებებმა. ზალინა, არაფერი არ მისმის. ვერც მე ვერ გავიგე. მაგრამ მე გავიგე, კოსტას უნდა ვაკოცო, რომ შემდეგი მინიშნება ავიღო ზალინა ბოდიში. მაპატიე. ბანი, მეზიზღებით, დღეს განსაკუთრებით. დიანა, კოსტას აკუცე, მაგრამ მინიშნება არ არის. ხო, არასდროს არ ქონია. გონი გომეშოებმა უბრალოდ მოგატყუეს. რას გულისხმობთ? ამას ვერ გააკეთებდნენ. ხო, არა გამორიცხულია, ბაყაყები ვერ გააკეთებდნენ. გონი ბაყაყები ყველაფერს გააკეთებენ. ზომბებო, მართლა არ გაქვთ არნაირი მინიშნება? აუ, ეს არ არის საინტერესო. მოიცა, შეიძლება მინიშნება იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ კნოპა ლოყაზე კი არა, ტუჩებზე მოგუცებს. კნოპა, მიდი! დიანა, არა! კნოპა, უნდა ავიღოთ ეს მინიშნება ჩემი დაბადების დღისთვის. მიდი კნოპა, მალე. კარგი, მარტო იმიტომ რომ შენი დაბადების დღეა.
მიდი. ზაკად ხომ იცი რომ ვერ გაკოცებ, იმიტომ რომ შეიძლება მე ძომბად გადავიქცე, ამიტომ ხელით. აჰა, საყვარელო. გოგოებო, მინიშნება გვაქვს. დიანა, წაიკითხე. ხმოვანი შეყვებინება გაუგზავნე ლუზერ ბროვასტის, აუხსენი სიყვარული და მიიღებ SMS შემდეგი მინიშნებით. ესენი მინიშნებები არ არის, დავალებებია. კნოპა ხო, მაგრამ ეს დავალებები მიმიყვანს ჩემს საჩუქრამდე. კარგი ზომბებო, კარგად, მადლობა. კარგად. საკად გაგიმართლა. ხო, ვიცი, იღბლიანი ვარ. გოგოებო, ახლა ბანის კაპიტანი გააგზავნის სასიყვარულო ხმოვანს ბროვასტისთან. მიდი დიანა. კარგი, ბროვასტი, გამარჯობა, მე ვარ ბანის გუნდის კაპიტანი. მისმინე, ძალიან დიდი ხანია მომწოხარ, მაგრამ ვიცი რომ ჯულის ხვდები. იქნებ პაემანზე წავიდეთ მე და შენ, მგონი მიყვარხარ. გავაგზავნე. გადავიღე. წარმოიდგინეთ უბრალოდ დიანა ბანანი რომ იქნება სოციალურ ქსელებში და ყველა დასცინებს. ხო, მაგრამ რო დაწერონ რომ საყვარელია, სტელა, რა არის აქ საყვარლობა? არა ხო, არაფერი. მოდი ასე კიდევ გავიდეთ ხოლმე. ხო, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ვა, რაღაც მესიჯი მაქვს უცნობი ნომრისგან. ბროვასტი, ალბათ კურიერია ჩემი კაბით. არა, ხმოვანი მესიჯია. ბროვასტი, გამარჯობა, მე ვარ ბანის გუნდის კაპიტანი. დიდი ხანია მომწოხარ, მაგრამ ვიცი რომ ჯულის ხვდები. იქნებ პაემანზე წავიდეთ მე და შენ. მგონი მიყვარხარ. ჯული, შენთან ვარ, შეგიძლია აქ იტირო. ეს ვინ არის? წარმოდგენა არ მაქვს, დიანას უყვარვარ. ბროვასტი ძალიან გაგიმართლა. ხო, ბროვასტი, რა? მოიცადეთ, გაჩერდით, ნუ ჩხუბობთ, დიანა რაღაცეებს ასრულებს და იქნებ ესეც დავალება იყო. არა, დიანას უყვარვარ. ჯული არ გეწყინოს, ალბათ ჯობდა რომ ასე მომხდარიყო. რა? 1 წელია უკვე შეყვარებულები ვართ. ხო, ხდება ხოლმე. ომას. სმალ, შენი აზრით დიანა დაბადების დღეზე მე და შენ დაგვპატიჟებს? ჩემი აზრით დაბადების დღეზე არც ეს არ დაგვპატიჟებს. ხო, მათი არ უნდა დაგვეცინა. მეგობრებო, ისე არ ფიქრობთ, რომ ეს კომბოშოების დავალება ცოტა უცნაური და საეჭვოა. გამარჯობა კალბურთელებო. კომბოშოებო, რაზე იცინით? არ გინდათ რომ ჩვენს გითხრათ ეგეთი სასაცილო რა არის? ბაჭია ჩილიდერებისთვის მიცემულ დავალებაზე ხო არ იცინით? ჩვენ არ გვჯერა რომ ბაჭია ჩილიდერებს დავალებები მართლა საჩუქრისთვის მიეცით. სიმართლე გითხარით. ხო, ბაყაყებისგან საჩუქარი, არ იქნება არანაირი საჩუქარი. ტყუილია, მაგრამ ბევრი დიანა ბანანის ვიდეო გვაქვს. მოიცადეთ კომბოშოებო, ამდენი დავალება იმის გამო მოიფიქრეთ, რომ დიანაზე იცინოთ. გინდათ რომ დიანას თავის დაბადების დღეზე დაცინოთ. ალბათ უკვე ყველაფერი გადაიღეს. კალბურთელებო, დაწყნარდით, რატომ ხართ ასეთი დაძაბულების ახალისოა? ხო, დიანა ბანანის ვიდეო არის საჩუქარი. არავინ არ მოიფიქრებდა ასეთ რაღაცას მართლა. კომბოშოებო, ხვალ დიანას დაბადების დღე არის და ამის გამო მთლიან დღეს ტირილში გაატარებინებთ და ტყუილში. გოგოებო, თქვენ ძალიან ცუდი ადამიანები ხართ. მეგობრებო, მოდით, ერთი იდეა მაქვს. ეს რას ნიშნავს? აბა სცადეთ და რამე უთხარით. არა, შეეშინდებათ, არაფერს არ იტყვიან. აუ, რატომ არ მოდის მესიჯი? ჩანდება გოგოებო, არ მესმის, ბლონდი ხომ არ მომატყუა? ტყუილად გავაკეთეთ ეს ყველაფერი? ზაკად ტყუილად ვაკოცე? კნოპა, რას ამბობ? მე კოსტიმს ვაკოცე. მოვიდა. კარგი, დიანა შენი საჩუქარი ბაყაყებისგან არის შენს მანქანაში, იმედი მაქვს მოგეწონება. რა? მაგრამ საჩუქარი არ არის. კიდევ ერთი დავალება? გვეხუმრებიან? ჯანდაბა, გილოცავ დაბადების დღეს დიანა. ბაყაყები. გოგოებო, ბაყაყებმა მოგვატყუეს, საჩუქარი არ არის. რა სიგიჟეა, გადაწყვიტეს რომ მოვეტყუებინეთ. არა. კნოპა, გადაწყვიტეს რომ მე მომატყუონ. უბრალოდ გამიფუჭეს ხასიათი. კარგი რა. ბაყაყები, წავიდეთ და ვეჭხუბოთ. იცი რა მაია, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვერ ეტყვი. ბაყაყები არიან უბრალოდ. ვერ გაიგებენ. ვახ, სად არის ეს მასკოტი? წარმომიდგენია დიანა და გოგოები როგორი გაბრაზებულები იქნებიან. მოკლედ რა, ეს კომბოშოები ძალიან ცუდები არიან. ხო, ტიმურ, ვიცით როგორებიც არიან. აი მასკოტი. მეგობრებო, ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, მხოლოდ ესენი ვიპოვე. ესენი რა არის? ქოლგებია, ვარდისფერი და ცისფერი, დიანას საყვარელი ფერები და ეს კოსმეტიკის ნაკრებია. ხო, კარგია, მოდით ახლა გოგოებს მიულოცოთ და იქნებ რამენაირად გავახალისოთ. ხო, წავედით. კარგი გოგოებო, მგონი დრო გავიხადოთ ეს კოსტიუმები. დიანა სასაცილო ბანანი იყო საბოლოოდ და მე ბურგერი ვარ. კიდევ კარგი ვეგანური მაინც. არა უშავს გოგოებო, მე პოპკორნი ვარ, მაგრამ რაღაც დაგვამახსოვრდება მაინც. ხო, დიანა, არ ინერვიულო, ხო, ძალიან კარგად აღნიშნავთ. მართლა არის დარდო. დიანა, დაბადების დღეს გილოცავთ. რა?
არ მოვუტყუები ვართ ბაყაყებს, გადაწყვეტეს რომ თქვენ გეჩუქებინათ ჩვენთვის მათი საჩუქარი? არა დიანა, კომბოშებმა თქვენი მოტყუება გადაწყვეტეს და ჩვენ ყველაფერი გავიგეთ და მოვემზადეთ. მაგარი ხოლგები და კოსმეტიკის ნაკრები. მე ვიყიდე. კალათბურთელებო, ძალიან გამიხარდა, მადლობა. ხო, ვიღაც მაინც არის კეთილი. დიანა, ვწდები თუ კალათბურთელები უნდა დაპატიჟო შენს დაბადების დღის ფართიზე? ხო, ნასტია, მგონი მართალი ხარ. კარგი, კალათბურთელებო, მადლობა საჩუქრისთვის და სხვადასხვა ჩემს ფართიზე დაპატიჟებული ხართ. მადლობა დიანა. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ დაბადების დღეზე ძალიან გაგართობთ. მადლობა, სმაილ. არასდროს არ დავივიწყებ ამ დავალებებს. კარგი, დალაიკეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ, გავიხადოთ ესენი. კარგი, კარგად.